საქართველოს გენერალური პროკურატურის 6 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგს უკვე ეხმიანებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან იმის გამო, რომ არ შეასრულეს ქართული ოცნების მიერ შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნები. ასეთი არის მაგალითად ნიკა გვარამია, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც Facebook-ზე ციხიდან წერს, რომ ძვირფასო და საამაყო მაროკაცებო და ქალებო ოპოზიციიდან გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არ აღიარებულად, ხელჩამოუქმნებლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთოვნად, ხოლო შინ საძულოდ და გარიყულად სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად. შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ამ ტერმინებს იმყენებს იქიდან გამომდინარე, რომ პარტია და კოალიცია არ აღიარებს მე-11 მოწვევის პარლამენტს და შესაბამისად 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ციხიდან განცხადებას და პოსტს აუცილებს ამავე კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია და წერს, რომ დიახ, რუსული ოცნების სანქციებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ, ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ, წერს ელენე ხოშტარია. ამ წერილს ის აგზავნის რუსთავის ქალთა ციხიდან და სწორედ 6 ნოემბრი დღევანდელი დღით თარიღდება მისი ეს განცხადება. რაც შეეხება კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ ლიდერს ნიკა მელიას, მისი ადვოკატის პოზიცია არის ცნობილი, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელია არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას, სადაც მას ბრალი უნდა წარუდგინონ და რადგან ის მიიჩნევს, რომ მისთვის დაყენებული ბრალი და ის განცხადება, რაც გააკეთა 6 ნოემბრის პროკურატურამ, არის აბსურდული. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი ჩვეულებრივ ირონიით და სარკაზმით გამოეხმაურა Facebook-ზე იმ განცხადებას, რაც გააკეთა საგამოძიებო უწყებაში, ისევე როგორც ის ეხმიანება ზოგადად ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ გამოხმაურებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფი ALDE აუცილებს განცხადებას. ეს ჯგუფი თანამშრომლობს კოალიციასთან ცვლილებისთვის. ოპოზიციური ხმების გაჩვენება, დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველოს სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან. ასეთი არის პარტია ALDE-ის პოზიცია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც აქვეყნებს პოსტს პლატფორმა X-ზე და წერს, რომ რუსული სახელმძღვანელო მოქმედებს საქართველოში მისი შეფასებით გენერალური პროკურორის მიერ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები, საბოტაჟი, მთავრობის დამხობის შეთქმულება, უცხოური ინტერესების მომსახურება, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ქართული ოცნება პასუხობს ევროკავშირის ანგარიშს ფრაზით არ გვაინტერესებს. ასეთი არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. და შეეხება იმ ბრალდებებს, რაც გაისმა დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. აქ ამ სლაიდზე მოცემულები არიან ის პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც პროკურატურა სისხლის სამართლებრივი წესით აწარმოებს გამოძიებას და პატიმრობას მოითხოვს, რადგან მხოლოდ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში გირაოს გამოყენება მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ. ორივე მათგანი იმყოფებოდა დღეს საგამოძიებო უწყებაში, მათ შორის თბილისის გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე, კოალიცია ლილო ძლიერი საქართველოს ლიდერი. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს დაყენებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდება და ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას. მთავარი მტკიცებულება კი არის მისი Facebook პოსტები თუ ვიდეო მიმართვები, სადაც ის მოუწოდებდა თითქოს და გამოძიების ვერსიით ხელისუფლების დამხობისკენ საზოგადოებას და მოუწოდებდა ასევე სამთავრობო შენობების პიკეტირებას. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის კოალიციაში შემავალი პარტიის სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის წინააღმდეგ ასევე არის დაწყებული გამოძიება 318 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საბოტაჟს და ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას, ასევე უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რაც დამატებით ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 15 წლამდე ვადით. რაც შეეხება კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ რამდენიმე ლიდერს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, ასევე იმ პირებს, რომლებიც ამ სლაიდზე არიან გამოსახულები და მათ მიმართ, როგორც გითხარით, პროკურატურა მოითხოვა გირაოს გამოყენება, ანუ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათ წინააღმდეგ საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს ასევე გამოძიება, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძის შემთხვევაში პროკურატურის ცნობით ისინი აქტიურად ლობირებდნენ
რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულიყო საერთაშორისო სანქციები, მათ შორის საუბრობდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თითქოს და საქართველო გამოიყენებოდა და ქვეყნის საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ირანის მიერ წარმოებული დრონები გადაცემოდნენ მოსკოვს, რაც პროკურატურის შეფასებით იყო სიცრუე, რადგან როგორც გიორგი გვარაკიძემ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომის დაწყების შემდგომ იყო მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება, რათა თავიდან აეცილებინა ხელისუფლებას შესაძლო ომი მოსკოვთან. რაც შეეხება ასევე ელენე ხოშტარიას, ზურაბ გიჟი-ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის საქმიანობას, პროკურატურის ვერსიით ისინი აქტიურად ლობირებდნენ 300-მდე ქართველი მაღალჩინოსნის და ასევე ბიზნესმენის თუ საჯარო მოხელის დასანქცირებას, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ ეთანხმებიან და ასევე რაც შეეხება სხვა დანარჩენ ოპოზიციონერი ლიდერებს, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ ძირითად ოპოზიციურ პარტიებს, პროდასალოგ ოპოზიციურ პარტიებს, მათ პროკურატურის ვერსიით აქვსევე ედავებიან ქუჩის რადიკალიზაციის სცენარის განვითარებას, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რაფორმითაც გამოძიების ვერსიით იგეგმებოდა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და კონსტიტუციური წყობის შეცვლა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც გითხარით, მთავარი მტკიცებულება არის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ვიდეო მიმართვები. პროკურატურა განმარტავს, რომ პოლიტიკოსები, ვინც უკვე დაკავებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან სხვა მუხლითა თუ ბრალდებით, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ, ანუ იანვარ-თებერვალში დაახლოებით მათ, ვისაც ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა ედებოდა ბრალად და ამის შემდგომ დაელოდებიან ახალ განაჩენს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ყველა ეს ნაბიჯი, რაც არის გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, გამოხმაურებები არ წყდება ასევე იმ პოლიტიკური ჯგუფებიდანაც, რომლებსაც უშუალოდ არ შეეხო გენერალური პროკურატურის დღევანდელი განცხადება. თუმცა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები მათთვის მოულოდნელი არ არის იმ ფონზე, როდესაც თავად მათი პარტიის ლიდერი არის სამართლებრივ ძებნაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას სამშობლოს ღალატის მუხლით, სწორედ ეს მუხლი ამდენ ღრიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და როგორც ცნობილია, გიორგი გახარია ექს-პრემიერი იმყოფება დევნილობაში გერმანიაში. დღეს ივანიშვილს მინდა გითხრათ, ძალიან ღიად არ ეშინია არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის და არც ერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. და ადამიანები, რომლებსაც უკვე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში იქნებოდნენ თავისუფლებაზე, ნიკა მელიას სახით, ნიკა გვარამიას სახით, ელენე ხოშტარიას სახით, გიორგი ვაშაძის სახით, ზურაბ ჯაფარიძის სახით, მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხე, დამატებით რამდენიმე წლით ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დარჩება უკანონო ტყვეობაში Facebook პოსტების გამო. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის იმ უმძიმეს დასკვნაზე, რაც იქნა გაცხადებული გუშინ და გუშინ წინ. და კარგად გვესმის, რომ რეჟიმი ამით ცდილობს მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის. ამან უნდა გამოიწვიოს მათი გადასახედიდან უიმედობა ქართულ ხალხში. მაგრამ ნაცვლად უიმედობისა, მე დარწმუნებული ვარ და ჩვენი გუნდით კიდევ ერთხელ გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და მთელი საქართველოს უიმედობის ნაცვლად ეს გამოიწვევს ბრძოლის უფრო დიდ мотиваციას და ჩვენ შევძლებთ ერთიანი ძლიერი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტის შექმნას. ის აბსურდი, რაც მე მოვისმინე ეხლა, რომ თითქოს ჩვენ ბრალიბედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, ეს არის სწორედ შებრუნება რეალობის, იმიტომ რეალობა ის არის, რომ ქართული ოცნება ეწევა დღეს საბოტაჟს სახელმწიფოს მიმართ და ჩვენი ამოცანაა, რომ საბოტაჟს დაუპირისპირდეთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი მეთოდებით, პოლიტიკური მეთოდებით და ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის, რა თქმა უნდა, არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში მშვიდობას, საზოგადოების გამთლიანებას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ეხლა უნდა იყოს, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, დაპირისპირება კი არ გაიზარდოს, რასაც ახლა ქართული ოცნება ცდილობს, არამედ პირიქით დაპირისპირება აღმოიფხვრას, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა
ამ ქვეყანას გადარჩენა ჭირდება. პროკურატურამ რული სახელმწიფოების თორცდები ეს ტერმინი გამოიყენა ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არასახელებს ვინ არიან რული სახელმწიფოები, ხო? ანუ პირველ რიგში პროკურატურა მაშინ უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს, ხო ჩვენ კი ხვდებით და გასაგებია ლოგიკურად ვისაც გულისხმობს, ხო? ანუ გულისხმობს პირველ რიგში ჩვენს რეალურ პარტნიორებს, ანუ ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და არ გულისხმობს მთავარ მართლაც რულ სახელმწიფოს, რაც არის რუსეთი. მაგრამ თავად ხომ უნდა განმარტოს პირველ რიგში პროკურატურამ ვის გულისხმობს რულ სახელმწიფოებში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქმე არ ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, როგორც ამას მათი ოპონენტები აცხადებენ და ხელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ყველაფერი სრულდება კანონის სრული დაცვით და იმ დასკვნების საფუძველზე, რაც მათ შორის მომზადდა ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში და ეს ანგარიში მოიცავს 460 გვერდს. პროკურორის განცხადებაში, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფო არ თulis არც ერთ ამ სახელმწიფოს თავის მტერ სახელმწიფო. მტრული საქმიანობა შეიძლება ნიშნავდეს რამე კონკრეტულს, რომელსაც ახორციელებს ვიღაცა კონკრეტული პირი. ის რაც განაცხადა რო თქვა ახალი არაფერი არ არის, იმიტომ ამას ჩვენ ყველანი პირდაპირ ეთერში უყურებდით, ხო? რომ საქართველოს არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ხვრელი და უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ. დანარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მე ვერანაირ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ და ვერც ვერანაირ კომენტარს. კომისია იყო პარლამენტში შექმნილი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები განისაზღვრა, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, გაქვს აღნიშნული სტატუსი, წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, უსამშობლო, ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულია. ეს ადამიანები კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. კაბინეტ დარბოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიეღო ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივს, ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალში. ოპონენტების დევნად და პოლიტიკურ მართლმსაჯულებად შეაფასა ევროკომისია 4 ნოემბრის გაფართოების ანგარიშში საქართველოში განვითარებული პროცესები, რასაც მმართველი პარტია, როგორც თავადაც მოვისმინეთ, არ ეთანხმება, თუმცა მმართველ პარტიას ასევე აქვს საკონსტიტუციო სარჩელიც შეტანილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ის მოიცავს კონკრეტული და მოითხოვს კონკრეტული ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, მათ შორის კოალიციას ცვლილებისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და კოალიციას ლელო ძლიერი საქართველო, რომლებიც მათი შეფასებით, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, პოლიტიკურ საბოტაჟში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის არალეგიტიმურად აღიარებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, ამის მოწოდებით გამოდიოდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე არალეგიტიმურად ცნობდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ამ ვრცელ დოკუმენტს და საქართველოს ოცნების მიერ წარდგენილ სარჩელს, ეს არის ვასილ როინიშვილი, რომელიც 2004-2009 წლებში თავად იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას გენერალური პროკურორის მოადგილე.